ქუთაისის მერმა შოთა მურღულია მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იოსებ ოცხელის ბარელიეფი გახსნა. ბარელიეფი იმ სახაზეა განთავსებული, სადაც გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე 1897-1919 წლებში ცხოვრობდა. იოსებ ოცხელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თაობების მეცნიერულ აღზრდას. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას კი სწორედ საზოგადოების განათლებაში ხედავდა. იოსებ ოცხელი ქუთაისში მწვანე ყვავილას პანთეონშია დაკრძალული. მეორე საჯარო სკოლა კი 1992 წლიდან სწორედ მის სახელს ატარებს. დღეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლისა და ქალაქის მერიის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ეძღვნებოდა იოსებ ოცხელის ხსოვნას და საკმაოდ კარგი ინიციატივა, რომელიც სკოლამ დააყენა და პედაგოგიკის კომისიამ დადებითად გადაწყვიტა. ეს იყო, რომ მის საცხოვრებელ სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა, სადაც ძალიან დიდი ქართველები, ქუთაისლები იკრიბებოდნენ, იმ სახლზე მოხდარიყო ბარელიეფის გაკეთება. მნიშვნელოვანი დღეა. მე უახლოესი ნათესავი იოსებ ოცხელის ამ სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში ეს სახლი მან ააშენა, აქ იშოვა სადღაც ბანკიდან შესწრი გამოიტანა. დიდხანს მართალია ვერ იცოცხლა, მაგრამ აქედან გასვენდა. დედაჩემი ასე იტყოდა, რომ ესე იგი პროცესია ქვემოთ რომ ჩავიდა, ჯერ კიდევ დაძრული არ იყო. იმდენი ხალხი იყო, ჩვენ იმდენი ხალხი მაშინ არ გვინახიაო.